ნება ეთერი დაიდასტყო და არ გაგიწევ. რა საყვარელი ხარ ძინავს. როგორ არის? ნორმალურად. მე პატარა ბავშვით არის უკონტროლი უნდა რომ არ წამოხდეს. რას ისე განაცვალე ენერგიულ ადამიანებს ბიჭის წოლა. მე რა кай გქონდა ჩამოხდა. სიმართლე გითხრა არ ვაპირებდი. ესეთი გულწრფელობაც არ არის საჭირო. დეგენერატა ეხლა არ ვაპირებდი. ზოგადად როგორ არ ვაპირებდი. ისე დამაგლიჯა ჩემმა ძმამ ნერვები. სახლიდან რო არ წამოსულიყავი მართლა გავლახავდი. რა გადამიყვანა ჭკუიდან მართლა და ტაქსში ჩავჯექი მივხვდი რომ ერთადერთ რეცეპტად ვიცი შენი სახლის მისამართია. კაია. უპასუხისმგებლო უმადური იდიოტია. ხო დაიწყო რაღაც მანქანები ხო? მე რა ვიცი დაიწყო? კითხვის დასმის უფლებაც არ მაქვს. ხვდები რაღაცას რომ ეკითხები ღრიალებს და მიყვირის. დაანებით. დანებებული მაქვს 30 წელია თავი და 30 წლის განმავლობაში ბიჭი მარტო იმას ახერხებს რომ მე მთხოვოს ფული, სხვას ვერაფერს. ხან არის პერიოდი რომ არ გვიმართლებს. კაი გიხუწები ნუ ამართლებ რა არ მინდა ამბიცი არც ლაპარაკი და არც ფიქრი. არ გვინდა და მორჩა. ყავა ხო გინდა სუფთა ჰაერზე დავლიათ. ძალიან. ვინ ამბობდა ღობეს ვერ გააკეთებდა ჩაქუს ხელში ჩაირტყავა? გამარჯობა. გამარჯობა. ეს ეკაა ჩემი ბავშვობის მეგობარი. ეს ნიკა. მივხვდი. წასეულნი. ჩემთვის. ჩვენ ვაპირებთ აივანზე ყავის დალევას და ხო შემოგვიერთდები? თუ ზედმეტი არ ვიქნები სიამოვნებით. კაი, აქ თქვენია? აი მე რა მალე ჩამოვედით. 2 საათი დამჭირდა აქედან რომ იქ ჩავსულიყავი. ზოგი მართლა ნელად დადის, მაგრამ 2 საათი მაინც ბევრი. მიღოღავდა. ხოღუშვისაც ძალიან ბევრია. 15 კილომეტრი არ არის. იდექით ფაქტობრივად. ფაქტობრივად ვიდექიდან შეიძლება ისე ნელად დადიოდა რომ მე ვერ ვგრძნობ. ხო დათა. ხო, ჩემმა კიდეც დატოვა. კი, შენ შეგიძლია წახვიდე. არაფერს. კარგად. ბოდიში სამსახურიდან მიერეკავდნენ უნდა მიპასუხო. რა ბოდიში პირიქით გამიჩერე ჩამოვალ არ კიდა? რატო? ტაქსში გადავჭდები 2 წუთში სახლში ვარ, რატომ უნდა გაწვალო? არა, ხო გაიგე მარიამ რა თქვა, სახლამდე მიიყვანე. შენ გამიჩერე და მე მარიამს არ ვეტყვი. ვერა. კაი მართლა ხარ სიგიჟე არის სამსახურში უნდა დააგვიანო, იმიტომ რომ მე სახლში მიმიყვანო? არ ვაგვიანებ, ხო უთხარი 1 საათში მოვალ თქო. ხო და მივალ. უბრალოდ შენ თუ არ გიჩქარება. 2 წუთი ავირბენ სახლში, რაღაც დამჭა. არა, არსად ამეჩქარება. თუ ხერხულად ვარ. ხო და მოეშვი. მოვედი. კასპერ, არ დაიღალე აქ ყოველდღე სიარული და პარკების თრევით? კარგი რა მარიამ, რა ვერ დაამუღამე, რომ სოფელში ეგრე არ ხვდებიან ადამიანებს რა. მობძანდი ბატონო. ეგრე არ ჯობია. მე კასპერ, რა გონია, რას შეიძლება აქამდე ვაკეთებდით, რომ ყოველდღე ამდენი პროდუქტი გვჭირდებოდეს? როგორ ხარ? აი გუში ხო არ ვიყავია რა. მოგიხმარები არა, გავუშვი. რა უყვამა ზევით ავიტანო? არა, იქ დადე და მე ამოვალოდე. მისმენ, ეთერი როგორ არის? აი, ნორმალურად. ხო არ ვნახო. არა, ზინავს. მე თავიდან მომიწევს ლექციის წაკითხვა, როგორ უნდა დაისვენოს. ბუინობს? სულ რაღაცის კეთება უნდა, სულ. და თუ კარგად არის შენ კიდე.
აკეთოს რაც უნდა რა გულს გადააყოლებს რა. არა, მინიმუმ 1 თვე ჭირდება, რომ ორგანიზმმა სრულად გამოიღვიძოს. აუ ისე მაგარია რა იქ ხალი რა. ამ ხელა ოპერაციის მე როგორ შეძლო აღდგენა მაინც. აბა, ჩემი ნათლული სადარია? არ უნდა ნათლია გაახაროს? კი, როგორ არა. გცალია? აი ჩემზე მოცილს იცნობ ვინმეს? მინდა რომ წავიყვანო სადმე გავასეირნო რა. შენზე მოცილს არ ვიცი, მაგრამ შენზე კარგ ადამიანს მართლა ძალიან ცოტას ვიცნობ. აი მარიამ, რა ხალხში მოძრაობ რა არის კაც. აი ზახე. ხო, აბა რას ვიზავ? რომ ისევ ნერვიულობ ამ ბოლო დროს არის სულ მოწყენილი, სულ მარტო ყოფნა უნდა. ხო, ისე ყველაზე მეტად ეხა მაგას უჭირს რა. მარა დრო გავა და გაუვლის რა. ხო, თორე გული მისკდება, ესაც რა უყურო. წავიყვან რა. ნაყინებს შევჭამ, შოკოლადებს, გავისეირნებთ. მერე უკვე აღარ გეტყვი რას ვიზამ, თორე აგვიკრძალო რა. ხო, თქვენ ეგეთები არ გიჭირთ. აი დაუწახებ. რა შევიდა? გადმოწერე? თუ ჯერ საკუთარი თავით თქმები. საკუთარი თავით არა. თამა? პრინციპში არც ვტკბები. რა გჭირს? არაფერი, უბრალოდ მაინტერესებს აი ეს გოგო ვინ არის. ეს ნაცნობია ჩემი. ბევრი ნაცნობი გოგოს ფოტო გაქვს ტელეფონში? რა გჭირს ეჭვიანო? ხო გითხარი ნაცნობია. ხო და იცი რომ ეს შენი უბრალოდ ნაცნობი გოგო ჩემთან იყო კლინიკაში მოსული. იცი რომ ჩემ ნაცნობებსაც აქვს თკბილები. ზუსტად მაგაშია საქმე. მოვიდა და რაღაც სისულელე მითხრა. კბილი მტკივაო და რეალურად არაფერი არ წუხებდა. რა გინდა მე მშვენიერე წინასწარ ზრუნავს თავის ჯანმრთელობას. აი კერეს კი ხვეწები რა ზღაპრებს ნუ მიყვები ახლა. მე და ჩემი ასისტენტი кайხანი ვფიქრობდით რატომ მოვიდა. მითხარი რა ვინ არის? კერეს ოდესმე რამე დამიმალავს შენთვის? აუ თაკო როგორი მაგარი გოგო ხარ და როგორ იცი ხომ რაღაცაზე აკვიატება რა. აი. გეტყვი. ძალიან დიდი ხნის წინ ხვდებოდით ერთმანეთს. და რამდენია ეს ძალიან დიდი ხანი? იმდენად დიდი ხანი რომ აღარც მახსოვს უკვე. და ჩემთან რატომ მოვიდა 3 კვირის წინ? და მე საიდან უნდა ვიცოდე? უნდა იცოდე კერეს, უბრალოდ ზუსტად ვიცი რომ იცი. აი ხო გითხარი აზრზე არ ვარ რა და გეხვეწები აი ხა აი ამ ყველაფერს რატო აფუჭებ ამის გამო? მაშინ მითხარი როდის დაშორდით? იმდენად დიდი ხნის წინ რომ კიდეა როდის დავშორდით რა და საერთოდ მომისმინე. დაფიქრდი რა. ეხლა რო არ მეკიდოს. ამის ფოტო მექნებოდა ტელეფონში და მე შენ ესე უპრობლემოდ მოგცემდი? რა ვიცი. უბრალოდ ვერ ვხვდები. რამდენი ხანია ერთად ვართ და რაღა ეხა მომუნდა ჩემი ნახო. იცი რა სხვის მაგვილად მე ნომაგებინებ პასუხს ხო? რა ვიცი რაც იყო და არის გითხარი. ტყუილი რაში მჭირდება? ადამიანთან რომელიც მიყვარს. თან ძალიან მიყვარს. მეც მიყვარხარ. აქ რა გვინდა ეკლესიაში მივდივართ? დამპირდი რომ აქ რასაც ვნახოთ, ჩვენ შორის დარჩება. რა? ჩუმად იჭერ ჯვარს? არა, რა დროს ჩემი ჩუმად რის წერა. მე თუ ცოლს მოვიყვან, ყველას უნდა გავაგებინო რომ სასწაული მოხდა. აბა რა არ უნდა თქვა? აი ხედა იქით. მამა! მამიკო. მამიკო. როგორ მომენატრება? მე უფრო. აქ რასაკეთე ბათუმშობ? არა, მამიკო. აქ ვისვერი. ბათუმში რო ბევრი საქმეები მქონდა მაგიტა ისენება აქ. არ გინდა რომ სახლში წამოხვიდე. დედას მე ვთხოვ ზან დაიღალა თქო და წამოდი. იცი სოფელშიც როგორ დაისვენა? იქ ჩემო სიყვარულო, მაგრამ ვერ წამოვალ. თან დედიკო გაბრაზებულია ჩემზე, ხო იცი? ვიცი, ბევრი დედა ბრაზდება მამაზე, მაგრამ მე რიგდებიან. იცი ამდენი ფილმი მინახავს მაგაზე? ვიცი მამიკო რო გინახავს, მაგრამ ჯერ მამიკომ რაც გააფუჭა, ის უნდა გამოასწორო. შენ რამე გააფუჭე ამჯერში ყველაზე კარგი. ყველაზე კარგი ხარ შენ, მამიკო. უჯერებ დედიკოს, ბებოს. უჯერებ, მაგრამ შენც დაგიჯერებ, ოღონდ ჩვენთან იყავი. ჯერ ვერ, მამიკო რა. აი ცოტა რო გაიზრდები, ყველაფერს აგიხსნი და მე მიხვდები.
დიდი რო ვიქნები? არა, აი ერთად რო ვიქნებით მე. მანამდე კასპერას რო თხოვ ხოლმე ჩემთან მოგიყვანს და ვიქნები უბედნიერესი, მა. ხა კიდე წამოვიყან ხოლმე. რა თქმა უნდა. შენ როცა მეტყვი და მარიამი როცა გამოგვიშვებს. მარიამმა იცის ჩემთან როა? არა, ეს არის ჩემი და ელენეს პირადი საიდუმლო. ირმა, გამარჯობა. თაკო, აქ რა გინდა? ნინი რომ აქ არის მორიგეობა გადაცვალე? არა, უბრალოდ შემოვიარე. რაღაც მინდა გკითხო. ხო, მშვიდობა გაქვს. კი, წესრიგშია ყველაფერი. კარგი მკითხე. ირმა, გახსოვს 2 თუ 3 კვირის წინ გოგო იყო მოსული აქ. სიმპათიური ანა ერქვა. ანა? თუ ანა ერქვა მახსოვს, იმიტომ რომ ანა დავწერე და შემისწორა ანნა მქვია. მართლა. შენ რომ თქვი გახსოვს, კვილი მიელავსო რომ იძახდა და არაფერი არ აწუხებსო, გადასარევი კბილები აქვს და რატომ მოვიდა? აი ზუსტად ეგ მინდა. სახელი ჩავიწერო, ანუ კოორდინატებიც გექნება, ხო? კი, ყველაფერი ჩავიწერე. სოფო იყო გასული მიმღებიდან და მე გავაფორმე. რამე დაიმართა, გაურთულდა? არა, რა უნდა გართულებოდა, არაფერი არ ჭირდა. უბრალოდ ისეთ სამსახურში მუშაობს, რომ რაღაცაში მჭირდება და თუ შეგიძლია რომ კოორდინატები მომცე. რა თქმა უნდა, ეხლა გავალ მიმღებში და ყველაფერს მობილურზე გამოგიქცე. შენ ხარ ოქრო და ბრილიანტი. კარგი რა. ეხლავე. გამარჯობა ანა. თაკო ვარ. თაკო, სტომატოლოგი, ჩემთან იყავი მოსული. შენთან სალაპარაკო მაქვს და სანამ არ მომისმენ, მანამდე აქედან არ წავა. ანუ რა გინდა გითხრა რომ ვიღაცა მიყვარს? მიყვარს, დამშვიდი ეხა. მალე ხომიცი რომ მიდის და აღარ იცის დრო. ახელ თვალებს დაიბრუნოს მერე გვიან ხდები რომ ისი ხო ვინც გიყვარს ისი ხო ვინც გახსოვს